ალბათ მოსკოველ მკვიდრებს რომ გაეგოთ ქართველი ოსტატის სიხარულის მიზეზი, ფრიად გაუკვირდებოდათ და მართლაც შორეულ სამხრეთელსა და მცივანს, კახთ პირველ ელჩიონის ერთ-ერთ წევრს ჯაბა ოსტატს, რად უნდა გახარებოდა მოსკოვური ზამთრის გამკაცრება და დიდთოვლიანობა, მაგრამ ეს მაინც ასე იყო. გრემელ მჭედელ მელითონის სიხარულს თავის მიზეზიც ჰქონდა. თოვლიც მოვიდა, მაგრამ, ასე ვთქვათ, ქალბატონი მიზეზი მაინც იგვიანებდა. არა, იგი არც სულიერი არსება იყო, მაგრამ ჯაბასთვის უსულოდაც ვერას გზით ვერ ჩაითვლებოდა. მეფე ზარბაზნის კრემლში გადამოტანა საახალწლოდ იყო განზრახული. მართალია იგი ჯერ კიდევ ზაფხულში ჩამოასხეს, მოაპირქეთეს ქვემეხების ეზოში, მაგრამ თოვლის მოსვლამდე მისი დაძვრის იმედი არ ჰქონდათ. იგი 2400 ფუტს იწონიდა და მისი გადამოტანა მხოლოდ საცურავებით თუ იყო შესაძლებელი. ქალაქში ამის თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო. გასაგებია, რომ შორეულ კახელთაც მეტად გულცხარეთ სცადდათ უდიდესი ქვეყნის უდიდესი მეფე ზარბაზნის ნახვა, განსაკუთრებით ხომ ჯაბა ოსტატი ღელავდა. მან კარგა ხანია დაიარა რუსი ხელოსნები იარაღის მკეთებელნი. ახალი თოფებიც ნახა. ისინი დიდი არაფრით განსხვავდებოდნენ ყირიმის თუ სტამბოლის თოფებისგან, ხოლო ზარბაზნები კი მხოლოდ შორიდან იხილა ჯაბამ. ქვემეხების ეზოში უცხოელებს არ უშვებდნენ. სული სულიკით ჰქონდა გრემელ ოსტატს. ზარბაზნისა არა და ზარის გამოცდილება მასაც ჰქონდა. მთავარ ანგელოზის დედო ზარი ხომ მისი ჩამოსხმული იყო. მართალია, აქ მოსკოვს ისეთი ზარები ნახა, გრემის დიდი ზარი რაღაც ახსენებელი იყო, მაგრამ ეს ზომისა და ლითონის სიმრავლის საკითხი იყო და არა ხელობა ნატიფობისა. აქ კი გრემელი ოსტატი ქეცარი ხრიდა. და აჰა, სანუკვარი დღეც დადგა. კიტაიგოროდში, ქვემეხების ეზოს დიდ ალაყაფთან, დილიდანვე უამრავი ხალხი შეგროვდა. მოსკოვში ცნობილი ნათლისღების ყინვები იწყებოდა. სახურავებზე კარგად დიდი თოვლი იდო, ხოლო ქუჩებში დატკეპნილი თოვლყინულა დალესილიყო და გლუვს სავალს ქმნიდა. ქუჩის ორთავ მხარეს, სავაჭროების და ხელოსნების რიგების წინ, შემაღლებულ ფიცრულ ბოგირებზე, ხალხი კედლად იდგა. კახელები მარცხენა მხარეზე შეყუჟულიყვნენ. უჩვევნი მაინც იყინებოდნენ, თუმცა თბილ ბეწვეულში იყვნენ შებურულნი, მხოლოდ ჯაბა იყო ღელვისაგან აღგზნებული. გრემული ნაბადი შალიფად მოეგდო და კარიბჭეს თვალს ვერ აშორებდა. მას 9 უღელი ხარკამეთში დასჭირდა მთავარ ანგელოზის გორზე დედო ზარის ასატანად. ახლა კი 2400 მთელი სამრეკლოს წონაა. აღგზნებული იქნებოდა, აბა რა მოუვიდოდა ძველ ოსტატს, რომელიც სწორედ ამიტომ გამოგზავნა კახეთის მეფემ ალექსანდრემ მოსკოვს. შენიცი ჯაბავ, უთობ ზარბაზნოთ, აღარ ვარგივართ კაცო, გაიხეთ, გამოიხედე ხელსარიელი, არ ჩამოხვიდე. ახალი ხელობა და ნიმუში ჩამოიტანე რამე. აუსრულებს კახთ ბატონს ნაბძანებს. არა ბძანებაც რა ბედენაა, განათავად არის ის, რომ ახლა მხოლოდ თოფ ზარბაზნის ხელობა თუ იხსნის მის სამშობლოს, ვაზებისა და ომიანობის ქვეყანას. არა, ხელსარიელი არც ახლაა. თოფ ზამბულაკების ახალი ნიმუშები მოიკვლია, მაგრამ ზარბაზნის ჩამომსხმელებს ვერ მიუდგა. აკი ჯერჯერობით ხელსარიელია ჯაბა გრემელი. ყველაფერი კი იცის, შეიტყო, ქვემეხების ეზოშიაც თავი ოსტატი არა უცხოელი, არამედ შინგაზრდილი უბრალო გლეხი, ხელოსანი, ჯაბასავით კაცი ანდრია ჩოხოვი ყოფილა.
ხალხმა რაღაც განგაში შექმნა, მიმოიძრა და ფეხის წვერებზე შედგა, გააშეშდა. კარიბჭე ფართოდ გაიღო და ორი მეწინავე ცხენი გამოჩნდა. აქეთ-იქით თითო მეჯინიბე ჩასდგომოდა ცხენებს. პირველ წყვილს მეორე მოყვა, მეორეს მესამე. კარიბჭიდან დიდი ჯაჭვი იჭიმებოდა. ზედ წყვილ-წყვილად ცხენები იყო ჩაბმული. შიგადაშიგ თითო ცხენზე მხედარიც იჯდა. ერეკებოდა თავის ყევარს. მეტავ რამდენია? ჩაილაპარაკა ჯაბამ და თვლა იწყო. მაგრამ მალე აერია. სულიც კარიბჭისკენ უსწრებდა. არიქა ზაზავ. აი იმ ფაფარ კრეჭილასთან 23 წყვილი იყო. თვლა გამიგრძელე, გაზძახა და თავად წინ წარსდგა. ცხენები კი სულდიოდნენ. გააუთავებელ ფაფარაყრილ მდინარესავით. ჯაჭვიც მსხვილი. მრავალმარჭვალად ნაჭედი ჯაჭვი. ჩხრიალითა და ჭრიახით მოისახსრებოდა, იჭიმებოდა. 61, 62 სთვლიდა ზაზა. ჟამბავია კაცო. გაგონილა. ვინდა მიჯერებს გრემშია, ტრაბახში ჩამითვლიან. გაიძახო და გაოცებული ჯაბა. 90 წვილის შემდგომ სათვალავი ზაზასაც აერია. უკა რომ გახედა, ცხენთა თავმული სადღაც ქუჩის ბოლოში იკარგებოდა. ამ დროს თოვლის მოძლიერებული ჭრიალი მოისმა. ჯაჭვმა ერთი საოცრად დაიგმინა და მშვილდის ლარივით დაიჭიმა. ცხენები წელში გაიწურნენ. ერთი შეძახილიც და ჯაჭვის ბოლოში ჩაბმული ვება მორების მარხილ საცურავი გამოჩნდა. საცურავებზე ჭიაურის დეუმუხის ტანოდენა შავრუხი მეფე ზარბაზანი გადაწოლილად იდოდა ნელ მოძრაობაში თითქოს უფრო იზრდებოდა. ჯაბამ ჯერ არც დაუჯერა თვალებს. ალაყაფისაკენ მოიხედა. იქიდან ვიღაც ხელშეხოვული კაცი გამოვარდა, საცურავზე ახტა და ზარბაზანს შვილივით ხელი გადაადო. მის ომახიან ბრინჯაოს ტანზე მიხატულს დაემსგავსა. ნუ თუ იგია ჩოხოვი? წამოიძახა ჯაბამ და უფრო ახლო მიდგა. ოსტატი თავის ზარბაზანთან ქონდრის კაცისოდენა გამოჩნდა. მეორეზე გართხმული მრგვალი ვეშაპის სისქე ყელამდე სწუდებოდა თავის შემოქმედს, ხოლო სიგრძე სულ ცოტა. 9 დლი მაინც იქნებოდა. ალავერთან ბოგად გადასწუდებოდა ალაზანს. ნაკეთობა გლუვი და ვარაყიანი ჩანდა. რაღაც ტვირფრულიც კი შეამჩნია ჯაბამ. გენაცვალე ოსტატო. იჯობნია. რა მარჯვენამ გააკეთა შეხე კაცო. ჰაიგრემელო ოსტატებო. რა დარუცქერით ამ ბრინჯაო სასწაულსა. არა, შესახედავად რომ ასეთია, ეს რომ გავარდეს, სულ არ ამოიბუგა მთელი თურქეთი. ჯაბა ზედახლო მისდევდა ზარბაზანს და ისეთი თავდავიწყებით გაიძახოდა, რომ უკანადევნებულ ხალხს ისიც ამ ზარბაზნის ოსტატი ეგონა. ჯაბა კი ქადაგად დავარდნილივით უფრო და უფრო შედიოდა ეშხში. მადლ სასწაულიანი ხელი არა ჰქონია, მაგისი მარჯვენა ერთ სახელმწიფო და ღირს, მე და ჩემმა ღმერთმა. რაღა მარჯვენა? ვერ ხედავ, ზედ არ შეულევია? მიაძახა თედობა ცაცაიძემ, რომელსაც მიუხედავად თავისი დამტვრეული რუსულისა, ხალხში კითხვა გამოკითხვით მაინც გაეგო, რომ ანდრია ჩოხოვს ჯერ კიდევ ზაფხულში ამ ზარბაზნის ჩამოსხმის დროს მარჯვენა ხელი დაეწვა და ჯერაც არ მორჩენოდა. რას ამბობ, კაცო, აფსუსი არ არის? ჯაბა სულ მიეტანა ზარბაზანს და ხელის შევლების სურვილს ვეღარ იკავებდა. მერმე ექიმები რაღაც უყურებენ. აი გიდი, თურმანიძე ანთმალამო, ხელათ არ მოვარჩენდი. აი მაგისათვის კი უპრიანია.
თავს დავდებდი დედასა, სად არის ჩვენი გრემელი დოსტაქარი, მანასე ჯიღაური? არა, შენ ზარბაზანს მიხედე. ეს ქვასაც გაისვრის და ლითონის ყუმბარასაც. მაინც მისწვდა სხვის ნახევლავს. კრძალვით ხელი გადაუსვა მის შავ-რუხ მრგვალ ტანს. ვება ხახაშიაც ჩაიხედა. შენ გენაცვალე, დათვის ომანოს არ აგავს, რა სარკესავით ნახელავია შიგნიდანაც. ახლა ფალიასა და საყრდენებსაც მისწვდა, მაგრამ ამ დროს გრძელი ქარავნის თავში რაღაც ჩოჩქოლი და ყიჟინა შეიქმნა. წინსვლა შეფერხდა. ზარბაზარი შედგა. ქარავანს დიდ მოსახვევისთვის მიეღწია. ახლა მთავარ ქუჩაზე უნდა გასულიყო. იქიდან კი კრემლის ბჭეც საპირდაპიროდ იყო. მოსახვევში დაჭიმულ ჯაჭვს ცხენები მოესხლიდა. სვლა აირია. ვერც შეძახებამ, ვერც შოლტებმა ვეღარ უშველეს. ზარბაზნის სიმძიმეს ჭარბობდა ყველაფერს. ჯაჭვს ჭიმავდა და ცხენქარავნის შუაწელს შორით შემოვლის საშუალებას არ აძლევდა. ჯაბას თვალწინ ისევ თავარანგელოზის აღმართი აღუდგა. ხარ კამეჩებს რომ გაუჭირდა დედოზარის ატანა. ახლა თავად გრემელები მიეძალნენ ჭაპანს. მხარდამხარ ჩაუდგნენ ცხრაუღელს. მართალია, გზომაც და წონაც გაცილებით დიდია, მაგრამ ხალხიც მეტია. ჰოი რუსებო, აბა ერთი გრემულად. გრემულათა, ჯაბამ რიხიანი ქართულით გადაძახა მოჭრილ ხალხს. თავისი ნაბადი ზარბაზანზე შეაგდო და ბოლო ცხენების შუა ჩადგა. ჯაჭვს ჩაეკიდა. გრემულად, გრემი რუსოუ. გრემიმ და გრიანემ, ძახილი აიტაცეს ირგვლივ და მართლა ყოველმხრივი გრიალა ხალხმა. ცხენკაცი აირია და აიხუნძლა ჯაჭვის ლარზე. აბა ერთად გასწით, გრემულადა, ხარ კამეჩსაც შაუძახეთ. საერთო გუგუნში როყიოდ გაისმოდა ჯაბას ბანი. ხარ კამეჩსაო, ატაცებულად როხროხებდა ბაცაცაიძე. იგი ზაზასთან ერთად ჯაბას გვერდში ამოსდგომოდა და მთელი ძალით ჯაჭვს ეწეოდა. თედო ბაცაცაიძე საერთოდ ხუნჯობის და ოინბაზობის გუნებაზე იყო, ხოლო საოინბაზო სწორედ ახლა ქონდა. ამდენი ცხენკაცი ერთ ჯაჭვზე იყო დახვეული. ოსტატო, გუთნის დედავ, რუსულად შეუძახე, რუსულად. განა ქართული ციციან, ვერც აქონელს არჩევენ, მაგაც ცხენები გონიათ. ჰო, თქვენ უპატრონოებო თქვენა. იციან, აგი გადმომყვნენ. ერთად, ჰო, ჯაბას ზახილი ხალხის ომახი ანგდმიაში იძირებოდა. შენი ხათრი თუ სწავლიათ. აბა კიდევა, ერთი ხმა გაე. ცოდნა არ მოაკლო, გაწევა კი ჩემზე იყოს. ჰო, ხალისიანად უხუნჯობდა, მაგრამ გულდაგულადაც ეწეოდა. ხალხს ცხენთანაერთი ძალით მეფე ზარბაზანი ქუჩის მუხლს შემოატარეს და მოედანზე გაიტანეს. ამის იქით აღარ შეფერხებულა ქარავანი, მაგრამ ხალხი აღარ ეშვებოდა ჯაჭვს. ერთი ყიჟინითა და გუგუნით ძალა მოუზოგავად ეწეოდა ამ საოცარ ზარბაზანს. ჯაბა გრძნობდა თითქოს ჯაჭვზე კი არ ეკიდა ხელი, არამედ პატრუკზე და ამ გულთა შორის პატრუკს ცეცხლი ჰქონდა გაკიდებული ზარბაზნიდან ჯაჭვის თავამდე. კრემლის ბჭემდე მიაცილა ხალხმა ზარბაზანი. ქუჩის ბოლოდან უმზერდა მსურად ზოსიმე ბერი. აზვირთებულმა ხალხის ტალღა მისიც კინაღამ გაიტაცა. ჯერ ვერაფერს ხედავდა, გარდა ცხენკაცების გრძელ ზვავისა, რომელიც ვება ზარბაზან ძალის უტყუარ ნიშნად ესახებოდა თვალგამჭრიახს. ოდესმე ათენში ყოფნისას ნანახი ძველ ხატული მოაგონდა. აქაც ერთად ნარევი ცხენკაცები კენტავრებივით მოაბოდებდნენ. უფრო თვალაზრიანად რომ შეძლო დაკვირვება, შეამჩნია ჯაჭვის საყევარში დედაკაცებიც იყვნენ ჩამდგარნი. ჰოი რა ძალა ქალკაციანად, დიდ მომავლიანი ხალხია და
ჩვენი საშველიც აქ იყოს იქნებ. კრემლის კარიბჭესთან სარანგებმა ძლივს ჩამოაშორეს ხალხით ციხე ქარავანს. ჯაბა ხომ ისე იყო გადაცებული, ვეღარც დაღლას გრძნობდა, ვეღარც სიცივეს. ჩოხოვმა ჯანსაღი ხელით ნაბადი გადმოუგდო ზარბაზნიდან, შეხვეული მარჯვენაც აუქნია, დოგაბანით გადაბოძახა. Спасибо, брат! და მერმე ზარბაზნიანად გაეფარა კრემლის კარიბჭის მახლობლად სახელდახელოდ გამართულ ფიცრულღობეს. აფსუს მარჯვენავ, რაც ეცხლმა გაგიმეტა. აი დედასა ერთი თურმანაული, ბოღმიანად ამოიოხრა ჯაბა. მე მაქვს თურმანაული მალამო, ხალიანამ გამომატანა წაშჩურჩულა ზაზამ. მოყინულსა და მომწვარს ერთიანად უხდება. შენცა გაშენა ღმერთმა და იმის გამომტანებელიც, აი ეს მარჯვენაც ამ მალამოს მორჩენილი არაა. ჯაბამ ხელის დაცა ზაზას და ზოსიმე ბერისაკენ გაეშურა. იმ საღამოსვე ჯაბა ქვემეხთა ეზოს მიადგა და ალაყაფს კრძალვით მიაგაგუნა. ნაბდის ქვევიდან ტიკის ყური და ხანჯლის ტარი იხედებოდა. ოსტატი შეიშმუშნა და ნაბადი უკეთ მოიგდო, მოძრაობაში და გამოხედვაში უხერხულობა ემჩნეოდა. მისი წამოსვლა პირველ ელჩის გარდა მხოლოდ ზაზამ და თედომ იცოდნენ. ჯაბა ხომ ამორთან ერთად იდგა სადგომში, დანარჩენები კი გვერდით ცხოვრობდნენ, აგრეთვე სამ-სამად მოთავსებულნი, გარდა ბერებისა, რომელთაც სენაკ-სამლოცველო ცალ-ცალკე ჰქონდათ. ადრევე ავახშმებდა ხოლმე მათ მასპინძელი ხოზნიკოვი და კრემლის მესტუმრე ბალამუტოვი. მოკრძალებით, მაგრამ ზუსტად შეამოწმებდნენ ხოლმე ყველას შინყოფნას. ნების ძილს უსურვებდნენ და წავიდოდნენ. სამონასტრო სადგომის გარე კარი უმალ იკეტებოდა. ზოსიმემ ადრევე შეამჩნია, რომ მოსკოვში მოსულ სხვა ქვეყნის ელჩებს მუდამ შემოფარგლული ჰქონდათ ხოლმე თავისუფლების არე. აღმოსავლეთისათვის ეს ჩვეულება, გარდა ომის შემთხვევისა, უცხო იყო. მაგრამ ზოსიმემ ისიც შეამჩნია, სხვებთან შედარებით კახ ელჩიონს რა ფართო თავისუფლება და მზრუნველობა არ გუნდეს და სდუმდა. აქაური ქუდი დაიხურა. სხვა კახნიკი ჩუმჩუმად არღვევდნენ ამ წესს. ხან თედო გაიპარებოდა ქალაქში სახეტიალოდ, ხან სარგის ჩუმად წავიდოდა რუს ვაჭრებში. ამჯერად დარბაისელმა ჯაბამაც თავი ადრე მოიმძინარა და მეგობრების დახმარებით მონასტრის კარის დაკეტვამდე გაასწრო ქალაქში. თავად დილამდე ვეღარ დაბრუნდებოდა სადგომში, მაგრამ ეს გარემოება კი არ აწუხებდა ოსტატს. ამის გაათევდა სადმე, ბოლოს და ბოლოს ერთი ღამე, თუნდაც რუსული ყინვიანი ღამე რა ბედენა, მაგრამ იმ გარემოებას როგორღა შემოუაროს, რომ გრემელი სალაყბოს ენაწყლიანი და ამომასლათის კაცი აი აქ რუსეთში მუნჯია, დიახ, სრულიად მუნჯი. ყველამ ასე თუ ისე ისწავლა რუსული, განა ცოტა დრომ განლო, ნახევარი წელიწადი მხოლოდ რუსეთის გზას მოუნდნენ, ახლა აქ მოსკოვშიც დაფერხდნენ. ხოდა? მაგალითად ნიჭიერი ზაზა შესანიშნავად ახელოვნდა რუსულში, ყურშიტაც. ზოსიმე ბერმოხუცაც ესმის ყველაფერი. თუ დაჭირდა მოკლე სიტყვასაც ზრავს უმცდარად. კირილე ბერძენმა და სხვემაც ისწავლეს საყველპურო რუსული. ეს ქვეყნის ყბა, თედო ბაცაცაიზე ხო იხტიბარ გაუტეხავად პარუსკოპს, უსწორმასწოროდ. მას კი ჯაბას არაფერი არ ეშველა. ანაგებად არ გაეკარა მის გულსა და ენას რუსული კილო. სულ ვერ ისწავლა. რა ჯანდაბამ შემიკრა პირი? მაჰმადიანური სპარსულ თურქული მისწავლია. აი ამ ქრისტიანულ რუსულზე რაღა მომწყვიტა ენის კლიტე. ახლა რაღა უქნა. თავს გულ მიწეწკილ საყვედურით ეკითხებოდა ჯაბა.
კარიბჭის იქით კი ფეხის ხმა ისმოდა. ალაყაფში დარაჯი ჩამოდგა. ჩოხოვი თავ განწირულად მიაძახა ჯაბამ. ანდრია ჩოხოვი. მეტი არაფერი მკითხო, რუსო. და ვიდრე დარაჯი გაარკვევდა მის ხაპასხუბს, კარში შეიჭრა. ლეკერ შტოლი? დარაჯმა დაბალ ძელურ შენობაზე მიუთითა. ლეკური კი არა, ქართველი, კახი, გრემიდანა. ვინ იცის, რით დამთავრდებოდა მათი ასეთ საუბარი, რომ ახალ გარემოებას სრულიად არ შეეწყვიტა იგი. შუქ ჩამდგარ სარკმლიდან კაცის ბოხი მოთქმა ყვირილი მოისმა. ჯაბამ იცნო ჩოხოვის ხმა. კარს ნახტომით მიაშურა და უკითხავად შეაღო. ვიწრო მისავალში მოხვდა. კიდევ ერთი კარით შეაღო და შინ შევიდა. შუაგულ მაგიდაზე შიშველი მკლავი გადაედო ჩოხოვს. აქეთ-იქიდან ორ კაცს დაძაგრულად ეჭირათ მისი მკლავი. დოსტაქარი კი გახურებულ მაყაშით ჩაბებრებულ და დაფუთქულ ტყავ-ხორცს აცლიდა დაშავებულ ადგილს. ანდრიას სახეკისერზე სიმწრი სოფლი გადასდიოდა, დაზაფრულად გმინავდა. კარგამოღებულ ღუმელთან კი თვალცრემლიანი დედაკაცები მორიგ მაყაშს ახურებდნენ, მოთქმით ლოცულობდნენ და ქვითინებდნენ. ჯაბას თავად ნამწუნევი ჰქონდა დამწვრის სიმწარე. მაინც დაშავებული ადგილის ხელახლად დაწვა და ნაფუთქის ჯიჯქნა. გააწყრა გრემელი ოსტატი. ასე უტიფრა და უხთოდ, როგორ ექცეოდნენ ასეთ მარჯვენას. ფეხი წადგა. ნაბადი მოსმით გადიგდო, ტიკჭორა მაგიდაზე დააგორა და მაყაშზე ხელი აუკრეს რუს დოსტაქარს. ფრიად ეცხელა მაყაში, ამან უფრო გააგულისა და რადგან ენა არ ემორჩილებოდა, მკლავის ენა მოიმარჯვა, ოსტატის გაქაჩული მარჯვენა მუჯლუგუნით ააშვებინა. ჯერ ყველანი ახმიანდნენ და ამოძრავდნენ, გარდა თავად ანდრიასი, რომელიც დადუმდა და გაკვირვებით შეყურებდა, ხან ჩოხა ხანჯლიან სტუმარს, ხან მაგიდაზე დაგორებულ ოთხფეხა და უთავო დიდმუცელა ცხოველს. ჯაბამ ზაზას მიცემული კოტოში ამოიღო და მალამო ყველას დაანახა. ახლა კი ენა იყო საჭირო. ესენი კი რაღაცას ეჩხუბებოდნენ, კეტებს დაეძებდნენ, დარაჯსაც კი დაუძახეს, ყინჩად წამოეფეთნენ კიდევაც. ჯაბამ ერთი დაუბრიალა თვალები მისკენ მოწეულ კაცებს და ხანჯალი იძრო. ყველანი დადრგენ. ხმა გაკმინდეს. ჯაბას გაუკვირდა კიდევაც მათ მიერ ასე უეცარი ენი ჩაგდება. მას ხანჯალი საძგერებლად ხომ არა მოუღია? არა, პირიქით, ენის ამოსადგმელად, სიტყვის გასარკვევად. ჩემი ხელით აემ გაჭედილი ხანჯლით მოვიჭრი ხელსა, თუ ერთ თვეზე არ მოგარჩინო აემ წამლით. ხელხანჯლით, კოტოშით, ასე დაასურათხადა ჯაბამ ქართული სიტყვა, რომ უმალ გააგებინა ანდრია ჩოხოვს. Кто ты? ვინა ხარ? რუსულად ამაოდ ეკითხებოდა ანდრია. ბასურმან? ეს კი გაიგო ჯაბამ. ქრისტიანი ვარ, ქართველი. კუთხეში ჩამოკიდებულ ხატებისკენ მიბრუნდა და პირჯვარი ისახა. დედაკაცებმა უმალ სკამი მოუდგეს და დასვეს. ხოლო ანდრიამ თავის მტანჯველებს გადახედა, რუსულად შეესიტყვა და ჯაბა თითქმის მიხვდა მის ნათქვამს. თავადაც ასე ეტყოდა. ერთი ესეც სინჯოთ, თქვენ 4 თვე ამაწვალებთ. ლამის ხელი სულ მომიწვათ. ეს კი თავის მარჯვენას მიდებს საწინდრად. რომელი თქვენგანი გაბედავს ამას? ეს კი ჩემი კეთილმსურველი ჩანს. იქაც დამეხმარა ზარბაზანთან და მისი ჩოხანაბადი მახსოვს. ახლა ვიცან. აშკარად მიხვდა, ჯაბა რუსული ასე ულოდნელად უსწავლია. ასე ეტყოდა,
მაშ როგორ? აკი გაჩერა კიდევაც. ანდრიამ სათითაოდ შეხედა თავის მტანჯველ დოსტაქრებს, სამივენი ჩამოდგნენ და გარეთ გავიდნენ. ჯაბამ ეს ანდრიას დასტურად მიიღო და ღუმელთან მიდგა. ქვაფს შედუღებული წყალი მოიკვლია, ხუფი დაახურა და გარეთ თოლში გასაგრილებლად გაიტანა. თან ნაბიჯ-ნაბიჯ იგონებდა და იმეორებდა გრემელი დოსტაქრის, მანასე ჯიღაურის საქციელს, როდესაც იგი მას, ჯაბას ურჩენდა დანაწვავს. შირომ შემოbrunდა, ქალებს უკვე ცრემლები მოეწმინდათ, ტიკჭორას შემოსდგომოდნენ და პოლორჭიკის შემხედვარე შეკავებული სიცილით იგუდებოდნენ. ანდრიას მტკივანი ხელი მაღლა ეწია. მარცხენით კი ჯაბას ხანჯალს ფხას უსინჯავდა. მაგიდაზე უკვე რუსული არაყი და პურმარილი იდო. მოსკოველმა ოსტატმა, მიუხედავად ხელის ტკივილისა, უმასპინძლა, არაყი დაუსხა. მაგრამ გრემელ ოსტატს სწორედ ახლა მოაგონდა, თუ როგორი ღვთის რისხვა დაატეხა მას მანასე ჯიღაურმა წამლობის დროს არაყის სუნი რომ უგრძნო პირში. არაყის სმა სასტიკად აუკრძალა. ღვინისა კი ნებადართო, ისიც ზომიერად. არა უმეტეს ნახევარი ხელადისა დღეში. ჯაბა საერთოდ ზრდილი დარბაისელი კაცი იყო. ასეთად იცნობდნენ მას კრემში, მაგრამ აბა რა აღაზრდილობა აუენოდ? არც აცივა, არც აცხელა, ანდრიას არყიანი ჭიქა გამოსტაცა ხელიდან და ღუმელში შეასხა. მერე ხანჯალი მოუქნია და ბოთლს თავი ისე წააცალა, რომ არც წაქცეულა ბოთლი. აკი გრემელმა ოსტატმა უსიტყვოდ ორი კურთხელი დაიჭირა. არაყის სმაც ნიშანდობლივ აუკრძალა ჩოხობს და გრემული ხანჯლის ფოლადის ფხაცა და ხელობაც მოაწონა მოსკოველ ოსტატს. დიშტო, გაიკვირვა ანდრიამ. ფიშტო კი არა და გრემული ხანჯალია სატევარი და თავმომწონედ გაუწოდა ანდრიას. სატევარი ახლა უფრო დაკვირვებით გასინჯა რუსმა ოსტატმა. თან თავმოჭრილი ბოთლის შოლს გადადგა. დედაკაცები კუთხეში მიჩუჩკდნენ, ყბებზე ხელები შებოიდგეს და სულ განაბულად უცქერდნენ ამ ახალ დოსტაქარს, რომელიც მხოლოდ ხანჯლისენით ლაპარაკობდა. ჯაბამ გაგრილებული წყალი შემოიტანა, ბატის სუფთა ფრთით ანდრიას ფრთხილად გაუბანა და დაუამა ხელი. მერმე ოდნავ შეუშრო და თურმანაული თეთრი მალამო თხელ ფენად დასცხო. თან იგონებდა მანასეს საქციელს. ახლა ახალ დოლბანს დასცხო, უფრო ხვავიან ფენა და ნამწვავზე შემოადო. ზევიდან სუფთა პირსახოცი დაახვია. დაამებული ანდრია კვირობდა უმტკივნეულობას და იღიმებოდა. ჯაბა კი პატრონივით დადიოდა ბინაში და რაღაცას დაეძებდა. ბოლოს იპოვნა, დიდი ჯამ-ჭიქა აიღო და ტიქს პირი მოუხსნა. ოდნავ ჩაბერა შიგდა მადლიანი კახური საფერავი ჩამოასხა. დედაკაცები ფეხაკრებით წინ წამოდგნენ და გაფართოებული თვალით უმზერდნენ ამ ჯერ არ ნახულ უთავო ცხოველს და მის თავზე ახალი დოსტაქრის ჯადოქრობას. როდესაც ჯაბამ სავსე ჯამ-ჭიქა ანდრიას მიაწოდა, ერთხმად კივილი შექმნეს ქალებმა და თავის, ასე ვთქვათ, ანდრეიკო უკან დასციეს. ჯაბა თავისებურად მიუხვდა შიშის მიზეს. ერთი ქართულად დაილოცა, მარჯვენის მორჩენა უსურვა რუს ოსტატს, ქალების დასაწყნალებლად პირჯვარიც გადაიწერა და ღვინო გადაჰკრა. ნაამებმა ულვაშებზე გადაისვა ხელი. კარგა ხანია აღარ ესვა ასეთი ღვინო. ეს უკანასკნელ ყადაღად ადებულ მარაგიდან იყო სახელოვანი რუსი ოსტატისთვის გამეტებული. ახლა ისევ დააცხა და მიაწოდა. ანდრიამ სადღე გრძელოზე და პირჯვარზე უფრო ულვაშზე სიამით გადასმულ მარჯვენას დაუჯერა და უცხო სასმელი ოდნავ მოსვა, მაგრამ ტუჩი ვეღარ მოაშორა. ძირამდე ამოწრუპა და ღიბილით გაებადრა სახე.
შეშინებული ქალებიც დაწყნარდნენ. უცნაურ სტუმარს ხელი დააბანინეს და რუსული ნამცხრები და ხორცოვანები მოართვეს. მადლიანი წამალი კიდევ ორ-ორჯერ შესვა დოსტაქარმა და სნეულმა. მათ შორის გაუგებრობა უკვე გარკვეული იყო, ხოლო ქალებს კი ვერას გზით ვერ გაეგოთ ამ უთავო და დიდმუცელა ცხოველის სისხლი დამწვრის წამალი თუ იყო, ამ დოსტაქარს რაღა ქონდა დამწვარი, რომ ასე სურვილით სვამდა ამ წამალს. ხოლო ცოტა ხნის შემდგომ დოსტაქარს ნეულმა მუნჯურ საუბარს რუსულ-ქართული სიმღერები რომ წამოაბეს, მაშინღა ინიშნეს ქალებმა წამლის სიავკარგე. ამ 4 თვის განმავლობაში გმინვის მეტი არაფერი სმენიათ ანდრიასა განახლა კი ღეროდა იგი და მტკივან ხელს, ხან მაღლა იქნევდა, ხან კი თავის ახალ დოსტაქარს მხარზე ხვევდა. ამ სხვადასხვა ეროვნების ოსტატებს კი სულ საოცრება სჭირდათ აქამდე თუ უენობა და ფხიზლობა უშლიდა ურთიერთის გაგებას, ახლა ნაქეიფრებს შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთის გუნება და სიმღერა. მესამე დიდი ჯამჭიქის შემდგომ ჯაბამ ისევ მანასე ჯიღაური მოიგონა და ტიკჭორას თავი მოუკრა. ბორის გოდუნოვთან შეხვედრის შემდგომ რუს კახთა მოლაპარაკებას სულ სხვა სისწრაფითა და განწყობილებით წარიმართა. ზრდილი, მაგრამ შორსდამჭერი შელკალოვი ფრიად მეგობრული და გულისხმიერი გახდა. უკვე გამომუშავდა და შეთანაბრდა საფუძველიც. ივერთ მიწათა ბატონი და მფარველი ალექსანდრე ითხოვს, ხოლო რუს ხელმწიფე თავს იდებს მართლმადიდებელ მიწათა მფარველობას. ურთიერთდახმარების და საერთო დაცვის პირობების დასადგენად რუსეთს საპასუხო ელჩები უნდა გაეგზავნა კახეთს. ზოსიმემ უკვე იცოდა, რომ კრემლში მართლაც ამზადებდნენ ელჩობას, წერდნენ რწმუნების სიგელებს, ადგენდნენ მათთვის სამოქმედო დანაბარებს. ზოსიმეს უთანხმებდნენ ალექსანდრეს, ასე ვთქვათ, ფიცის წიგნის წინასწარ ცალს. არჩევდნენ ასევე საპასუხო საჩუქრებს. რუს-ქართველთა ელჩების უკანა გზა, რა თქმა უნდა, გამჟღავნებული იქნებოდა. ამიტომ დიდი სიფრთხილე და წინდახედულება იყო საჭირო. სამხედრო ბადრაგიც შესაფერისი უნდა გაყოლოდა. ერთი სიტყვით, გარდა ჩახწევისა, რუსთ ელჩების ჩასვლას კახეთში უკვე სამხედრო დახმარების მნიშვნელობაც უნდა გქონოდა. ეს კახეთს შინაც სჭიროდა, ხოლო მალევე თერგის, ახალ ციხესა და შამხლის დალაშქვრას სულ უნდა განემტკიცებინა მფარველ შეფარებულის კავშირი. თერგამდე რუსები იყვნენ მასპინძლები, თერგის შემდეგ იყო ძნელგზას საკვლევი. წინდახედულმა ალექსანდრემ ამიტომ უფრო ჩარიცხა ელჩიონში ყურში და ჩერქეზი. მან ზედმიწევნით იცოდა კავკასიონის ჩრდილო კალთების და ველების მრავალ მთავართა ყოფა და ურთიერთკავშირგათიშულობა. იგი და შელკალოვი ერთად საქმიანობდნენ. ალექსანდრეს დანაბარები, ასე ვთქვათ, მძევლის წესურით, სვლად აიდეს ხერხად და შესაძლებელი სავალის გეზებს ვარაუდობდნენ. შესაფერის სიგელებსაც თხზავდნენ, გზადგავლის საჩუქრებს ცალკე ამზადებდნენ. კახელებს იმედი მოეცათ, გაზაფხულისათვის უკან გაემგზავრებოდნენ და არც თუ ცარიელნი მიუვიდოდნენ მეფესა და ხალხს. იმედს გაზვიადების თვისება აქვს საერთოდ. კახნი ერთხმად ოცნებობდნენ და ხარობდნენ. საქართველო
მიჯაჭვული ამ ირანია, რუსეთის ძალა დასწყვეტს ამ ჯაჭვსა და მაშინ ნახავთ ივერია რა ძალაც არის. აი ეს ახლა ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე აღფრთოვანებული ზაზა სხვებიც ეთანხმებოდნენ. თვალით დანახულ რუსეთის ესოდენ ძლიერებას უკვე კახეთ ივერიაში მოვლენილად რაცხდნენ. ამ ირანის ჯაჭვს კი დაწყვეტილად თვლიდნენ. ხოლოდ ზოსიმე გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ თერგის რუბიკონის გადალახვა რუსეთისათვის ჯერჯერობით არც ისე ადვილი საქმე იყო და არა მარტო შორისა ან სხვა გარე მიზეზების გამო, არამედ რთული შინაური მდგომარეობის გამოც. ივანე მრისხანეს საოცარი სიმკაცრით შექმნილ, ასე ვთქვათ, ერთიანობას შიგ კიდევ მრავალი ჩაშლილი საფეხური გააჩნდა და ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. მოსკოვს მოსვლის შემდგომ ერთი რამ კი უეჭველი გახდა ზოსიმესთვის. რუსეთი, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია ვიდრე თურქეთი ან ირანი. არა, ზოსიმე თავს არ იტყუებდა. ფრთხილად ათანაბრებდა სამთა ძალას და კახ ივერიის თვალით ზომავდა. თურქეთიც აგრეთვე უდიდესი ძალის სახელმწიფოა, მაგრამ საკუთრივ შემოქმედებასა და უნარს მოკლებული. მისი ძალა ხმლის ძალაა, მხოლოდ დამთრგუნავი და წარმავალი. ამჟამად შევიწროებული ირანი მაინც დიდი ძალაა, თუმც შებზარული, მაგრამ დიდი და ძველი შემოქმედების მქონე. ძველ კობურობა ნიშნად ახლავს. მესამე ძალა კი ახლებური, მზარდი ძალაა. მაგრამ არის კი ასრულწლოვანი საახალრო მოდ? თავის თავს ეკითხებოდა ბერი და ორგზის პასუხს აძლევდა. არის. უყიოდა სურვილი და იმედი. ჯერ არა, ჩურჩულებდა სიფრთხილე და ცივი გონება. გამჭრია ხბერის თვალისათვის ჯერ მაინც დაუდუღებლად გამოჩნდა იგი მზარდი, შიგნიდან ამოუსებად, თავის მოწოდებისა და ნიშან სახის ჯერ მიუგნებლად. მალე დადუღდება და მაშინ აქაც ეჭვი ეჭიდებოდა ბერის გულს. არა, საოცარი ძალისა კი დადგება. არც შორსაა ეგ დრო, მაგრამ მაშინ ჩვენი მფარველი დასჯერდება გია ჩვენს სურვილის მხოლოდ მფარველობას? მთელი ხამე ვიჭრაკს აღარ აქრობდა ზოსიმე. ფიქრობდა, აჯამებდა, აშედეგებდა, ეჭვებსა და იმედებს უბრიდა, თავს ედავებოდა. ახსარებასაც კი ამბობდა თავის სინდისის წინაშე, დიდ პასუხისმგებლობას კი სრულობდა. ახალი ძალის მოსვლას კავკასიონს იქით ყველაფრის თავდაყირა და ყენება შეეძლო. აქ ყოველი ნაბიჯი და საქმე მომავლის თავსატეხი ამოცანა იყო და ასე ვთქვათ, თავს იტეხდა ზოსიმე ბერდიდი. ერთი საოცრებაც დაემართა, ლოცვას უკლო. არ ელოცებოდა ჭარბად და ურგოდ ოქრო ვერცხლით გადაჭედილ ზვიად საყდარ ლავრებში. ამ დიდრულ და კეკლოცად ნახად ქერა ხატებს რაღაც ხატობრიობა და სისადავე ეაკლდათ. იქ შორს, ალაზნის მხარეში, ძველ ნაწერი და ნაჭედი ხატები სხვა საამოიერითა და სათნოებით იყვნენ მირონცხებულნი. ანიქ სულ სადა, ყოველგვარი სიმდიდრის გარეშე, ბორბალოს ქვაბულში, სადაც სულის ჭეშმარიტ მყუდროებას ეძიებდა და პოვებდა კიდეც. ნუ თუ არსებობს
ძველ ბიზანტიურ ქართული და ახალ ბიზანტიურ რუსული ქრისტიანობა, მაგრამ ამ სხვაობას ვერ იღებდა მკაცრი დოგმატიკოსი ბერი. ღმერთი ერთია. ამინ და ამინ. და ისევ, ასე ვთქვათ, ამირანისეულ ჯაჭვს ეჭიდებოდა. ალექსანდრეს უკანასკნელ ნათქვამს იგონებდა. საქართველოს შიდა ძალებით ვეღარ მოერია თავის ტაკსაკსულობას. სამცხე დაიღუპა. ქართლი იღუპება. იმერეთ სამეგრელო ურთიერთს შეაკვდნენ და ორივე მონებად იქცნენ. კახეთი ორთავფეხით გოჭლობს. ბეწვის ხიძია. თა ზვავმა ჩაჩიხა და გააყრუა. ბარი მაჰმადიანობის ღვარმა წალეკა. აი ცივი განჯა სადმი გვჩიხავს. საჭიროა ძლიერი მფარველი. აუცილებლად საჭირო. და რაც შეიძლება უფრო მალე. თორემ იქნებ საბედისწეროდ დაგვიანდეს. წადი და ნახე რუსეთი, ნახე. არის ასეთი მფარველი და მაშველი ძალა თუ არა. აი მოვიდა და ნახა. და ახლა პასუხი უნდა გასცეს, გადამწყვეტი პასუხი. აქ ასე კი არ შეიძლება ნახევრად კარგი, ნახევრად ცუდი. ან ჰო, ან არა. ზოსიმეს გული გაუბასრა ხატის არჩევანის, ხატის კენჭის მოგონება. ახლაც ჭრაკს უკან მისი გატანჯული სახე ელანდება, ხოლო სარკმელში განთიადის შორინათელი სამძევლო ბატონიშვილთა ღიმილს აკონებს. ამ ძევლების უკან მარტო მეფის ოჯახი როდი არამე მთელი კახეთი, ხოლო უფრო ღრმაჭვრეტილად მთელი ქართული სამყაროს ბედი. ძევლობას იქნებ გერობა მაჯობოს, წამოიძახა ზოსიმე. მერმე ისევ ფიქრებში ჩაიბრუნა თავთან ბაასი. ორ ძნელ გზაში უმცირეს უკვე ნაკლული სიკეთე ქვია. დღეს ჩვენ მაჰმადიანთა მძევლობასა და ტყვეობას ქრისტიანთა მფარველობა გვერჩიოს. ასე დაასკვნა ბერმა. გულხელი იკრიფა, წამოდგა, მაგრამ კიდევ წამოსწოდა შინაგანი კითხვა. ბოლომდე აღარ მიაყურა და უმალვე გაეპასუხა. თუ აქაც მოვტყუდით, მაშინ ეზღა დაგვრჩენია სათქმელად. გააბაბრებასა და გაფოცხვერებას გაარწივება გვერჩიოს. მით უფრო ამ არწივს ჯვარი ასახია და მომავალიც აქეთა ჩანს. მაგრამ ეს სიმწრის დასკვნა იყო. უკიდურესი. აქ ყოველი ფიქრი ეურჩებოდა. ქართული, ასე ვთქვათ, შევარდნობა სრულიადაც არ ეთმობოდა. არც ბერდიცსა და არც ივერთა მიწების პირველ ელჩს. არა. აქამდე არ მიატანს. შინაგანი ქართული ძალა განახლების თავ-თავს პოვებს, უთუოდ პოვებს. ამის შემდგომ კი ლოცვა იწყებოდა არა ხატზე, არა სანთელზე, არამედ ბნელში, როდესაც დახუჭულ თვალებით და ოკებულ გულით აწმყოს მოსწყდება კაცი და შორს წარსულში თუ მომავალში შეიხიზნება რწმენა წამებაში ყველა დროის ქართულ ღმერთებს ივერში წამებულთ, ივერთ წამებულთ და თავდადებულთ მოიგონებს და იმედს მოიცემს. ღმერთი ერთი არის. ამინ და ამინ. თვალს გაახელდა და ახლა კი ჯვარცმის ხატზე ლოცულობდა მკაცრი ბერდიდი. რუს-ქართველთა თათბირობა კი სულ უფრო და უფრო შეხმატკბილებულად ვიდოდა. კეთილად ვიდოდა ჯაბას დოსტაქრობაც. სამ დღეში ერთხელ აკითხავდა ხელდამწვარს, სამი რამეს აუკრძალა. არაყის სმა,
აბანოში წასვლა და დოსტაქრის ვინაობის გამჟღავნება. თანდათან იცლებოდა ტიკი, უფრო და უფრო მეტ ხანს უხდებოდა დოსტაქარ სულის ჩაბერვა, სამაგიეროდ ხელიც შესამჩნევად უშუშდებოდა ჩოხობს. მას უკვე შესანიშნავი ძილიცა და მადაც მოუბრუნდა. მეტად დამეგობრდნენ, დინჯად საუბრობდნენ, ერთი ქართულად, მეორე რუსულად. ერთი ალთას იყო, მეორე ბალთას და ბოლოს სულ რომ ვერ გაიკარებდნენ მიხვედრის ბაიბურს, გულღია ხარხარი აუვარდებოდა ხოლმე ორთავეს. ეს კი გააგებინა ჯაბამ, რომ ისიც ოსტატია. მაშინ უფრო დამეგობრდნენ. ანდრიამ ხანჯლის ნაკეთობა და ფოლადი უკვე მოამქრის თვალით გასინჯა. ფრიად მოუწონა. ცერს მაღლა აწეულად უჩვენებდა. ჯაბამ ხელად შეიხსნა და ქამარ მათარითურთ აჩუქა. ანდრიამ თოფხანაში წაიყვანა. მრავალი თოფი აჩვენა. ჯაბას ერთი ასე ვთქვათ დასავლური ჩახმახა მოეწონა. ხელში შეათამაშა თვალანთებულად. ჩოხოვმა თოფი ტყავბუდიანად აჩუქა ჯაბას. მესამე კვირაზე დოსტაქარმა კიდევ ერთხელ შეუხსნა მკლავი. ქორფა ლეღვის კანივით ჩვილი ტყავი გადაკროდა მთელ იარას. პირი შეკრული ქონდა დანაწვავს. ანდრიას სიხარულს საზღვარი არ ქონდა. მარჯვენა უბრუნდებოდა ოსტატს. მისი შინაურები ხომ სულ ჯაბას მზეს ლოცულობდნენ. მან კი ისევ წაუსვა მალამო და შეუხვია. თითებზე ჩამოუთვალა. 7 დღის შემდეგ მე თავად წაგიყვანა ბანოში და მორჩა. მე კი შენიცი და შენმა ზარბაზნებმა. მტერი საერთო ყავს და აბაჰა თანაც გულში მჭიღი დაირტყა ჯავრიანად. ხერთი ამასთან საუბრით მაჯერებინა გული. კვირის ბოლოს ისევ ზოსიმეს მიეახლა. კრძალვით შეევედრა. ზაზას წაყვანის ნება სთხოვა. ოღონ თავის დროზე მობრუნდით. ან ზაზა ადრე გამოუშვი, უმალნება დართო ზოსიმე. ოცნებათა და საოცრებათა ქვეყანაში ვიმყოფებით, რასაც ნახავთ და შეისწავლით, ყველაფერი ნიშანდობლივია თანაც საჭირო. დანარჩენი სათქმელი კი ფიქრში გადაიტანა ზოსიმემ. რუსები კი გვპირდებიან ზარბაზნის ოსტატებს, მაგრამ კიდევ ვინ იცის როდის? ჯაბა კი თუ რაიმეს ისწავლის, სწორედ ჩინებული საქმე იქნება. ორ მეზარბაზნეს შორის დიდ გაწამაწიაში ჩავარდა ახალგაზრდა თარჯიმანი. ორივე ერთდროულად და ორივე თავისას გაიძახოდა. მრავლად დაუგროვდათ სათქმელი. დამწვრისა თუ წამლისა, თოფისა თუ ხანჯლისა, ზარისა თუ ზარბაზნისა, რუსეთისა თუ ივერიისა და ყველაფრის გაგება ერთად სწადდათ. ჭირის ოფლი გადასწყდა ზაზას. გოდუნოვისა და ზოსიმეს საუბრის თარგმნა არ გაჭირვებია ასე. შინაური დედაკაცები უმზერდნენ ამ სურათს. კვირობდნენ და იცინოდნენ. ბოლოს ანდრიას სახლობამ ვეღარ მოითმინა, თავისი ზორბატან ხელები გააფარჩხა და თავ ოსტატს დაუტატანა. აცალეთ მაგ ხუჭუჭას. ნეტა ასეთი რა დაუშავებია ლამის გაგლიჯოთ ჭაბუკი. ჩოხოვი ჯერ გაუწყრა ცოლს. მერე გადიხარხარა, თითქმის მორჩენილი ხელი მხარზე დაკრა ზაზას. წავიდეთ საზარბაზნოში. იქ გაჩვენებთ ამის მორჩენილი ხელის ოსტატობას. და თითქოს თარგმანს არენდო, ჯაბას თავად წაავლო ხელი და დიდ სამქროში შეიყვანა. მგრემელი ოსტატი გულდაგულდა ეწაფა მისთვის სანუკვარ სანახაობას. დიდ ეზოში 2 სალითონე ფარდული იდგა. დიდი სამჭედური, საყალიბო საწყობები. აქვე ეყარა ლითონის ჯართი. დიდი ყაფანი იდგა. ახლავე ბორბალ საკაჩიანი ჭა. განძე კი ძელურ ფორეზე
ზარბაზნები ეწყო. დიდი ქვემეხები ქვედამხობილ საწნახელებს გავდნენ. უფრო მორჩილნი წაქცეული კოდებივით ხახაღიად იმზირებოდნენ. ზოგი კი მზეზე ალაპლაპებული ორაგულივით იყო ხმელეთზე გაშხვართული. ჯაბას თვალში ეს ზარბაზნები ერთობლივ ადგნენ. ირან-თურქეთისკენ იბრუნეს პირი და დაიქუხეს. ჰაი დედასცა ზაზავ, ჩვენ ხალხს მისცა ემეხის ზალა და მაშინ გენახა გრემის სახელი. მეორე მხრივ ზარების რიგი მისდევდა ეზოს კიდეს. დიდ ზარს ჭუჭულებივით შემოსეოდნენ მომცრო და მცირე ზარები. ზოგიერთი გატეხილია მობრუნებულად ეგდო და კახელებს საოცრად აგონებდა მიწიდან ამოღებულ გატეხილ ქვევრებს. როდესაც დახურულ საყალიბოში შევიდნენ, უეცრად თვალი მოსჭრად გავარვარებული ლითონის ნაკადულმა, რომელიც დიდი ღუმელიდან ყალებში ჩადიოდა. მცირე ზომის ზარებსა და ზარბაზნებს უკვე ზამთარშიაც ვასხამთ. ამაყად განუმარტა მთავარმა ოსტატმა და თავის მრავალ მოწაფეს გადახედა. მეორე ღუმელში ლითონს ყრიდნენ. აქვე იყო დაფაც. ზედ შენადნობის წონა შეფარდება ეწერა. ჩაწერით ვერაფერს ჩაგაწერინებთ, წესი არ არის. ისე კი, რასაც დაიმახსოვრებთ, თქვენი ხეირი იყოს ქრისტიან ძმობილებო. და ვიდრე ზაზაგრემელ ოსტატს უთარგმნიდა მოსკოველი ოსტატის ნათქვამს, მან გულიანად დასძინა. არ გამომიშვებენ, თორემ მე თავად წამოვიდოდი იმ ვაზებისა და საყდრების ქვეყანაში. ზარბაზნები და ზარები მაშინ გენახათ. კაცი ეგა ყოფილა შეძახა ჯაბა. ზაზავ, დაიზეპირე, დაგჭირდება ულვაშსა ვფიცავ. ზაზა დაფას მიაყენა. თავად კი ღუმელი ჩაძიებით დაათვალიერა, შეიგულისხმა. ერთხელ კიდევ დააზეპირებინა ჯაბამ ზაზას, როდესაც დენთის საამქროში ნახშირისა და გვარჯილის შეთანაბრების ცხრილს წააწყდა. დახე, რუსული თოფის წამალი სხვანარევისა ჩანს. ესეც ვცადოთ. ჰაი დედასა, მომავალში გრემული ზარბაზნისთვის გამოგვადგება. ჩოხოვი გულდასმით უხსნიდა თავის სტუმრებს ცეცხლის იარაღის ოსტატობას მაჰმადიანთა რჯულის გასსაწყვეტად. სამჭედლოში კი ჯაბამ გადიგდო ჩოხა და შეგირდის ტყავსაფარი იფარა. ხელმარჯვეთ ხმალი გამოწკეპა და წრთოფის გორდა ხევსურული წესი აჩვენა. თოფხანაში კი ლულის და ზარნიშების გრემული ოსტატობა გაუზიარა. ბარიბარში ვარ ძმობილო, ბარიბარში, ჯაბამ ტყავსაფარი წამოიძრო. და ახლა ზაზას შეეჭვებულად შეეკითხა. ბიჭო, რუსულად გამოგივა ბარიბარში? გამოვიყვან. ტაკ გამოვიყვან. ო და აბა მიდი, გრემული ზარბაზანი კი ჩემზე იყოს. დღევანდელი დღე აღდგომა იყო ჯაბასთვის, მაგრამ იგი ზამთაურდა. ნასიამოვნები მასპინს ძელ სტუმრები გვიან მობრუნდნენ სადგომში. ჩოხოვის ოჯახობამ უხვიწვენი და ცხიმეული, ლორები და უამრავი ხორცოვანპურები თუ ყველცხოვილები დაახვედრა. გორება დაალაგა მაგიდაზე და თაროებზე. ჯაბამ უკანასკნელად გაბერა დაჩუტული ტიკი და ჭურჭელში ჩამოსწურა. პურის ჭამა გაუგზელდათ. მარჯვენის მორჩენის აღსანიშნავად ეშმაკის გუდის სისხლით თითო ჭიქა დიდკაცებსაც აგემეს. კარგად რომ შენაყრდნენ და შექეიფიანდნენ, ჯაბამ კლავი შეუხსნა ზარბაზნების ხელოვანს. დოლბანდ წამალი გააცალა და მის გამრთელებულ მარჯვენას კახური ღვინო აბგურა. შვიდობაში ჩრდილოელ ძმაო, 1000 ზარი და ზარბაზანი, შენს ლოცვებში და საქმეში ივერიული ყურძნის წვენისა და თურმანაულის მადლი არ დაგვიწყებოდეს. მაგრამ ანდრიამ ასე ვთქვათ გაბანვა არ აკმარა თავის დოსტაქარს. სახლობას
ზეწარპირს სახოცები და არყისხის ცოცხები მოატანინა და თანახმად პირობისა კახელები რუსულ აბანოში წაიყვანა. ყინვა მომკაცრებულიყო. სახეზე ჭირხლის ბუსუსიც კი მოეკიდათ მავალთ, თუმცა ახლავე აღმოჩნდა აბანო. მისვლისთანავე განცვიფრდნენ კახნი. აბანოს ეზოში შეშებთან მინაქარ თოვლის გორა იდგა. აბანოს დაბალი ზარბაზნის ტუჩივით იმზირებოდა. აბანოს დაბალი კარი. ზედაც წამდაუწუ მიღებოდა. ჯერ ოთქლი და ოხშივარი იბოლქვებოდა, მერმე ნამდვილ ყუმბარასავით გამოვარდებოდა წითლად გამოთუთქული დედიშობილი ადამიანი და ხარხარით თავს წარგავდა თოვლის გროვაში. ახლა თოვლის ბუქსა და აბანოს ორთქლს წარევდა. ჩვენი მეზარბაზნიანი ბანაობენ და ერთობიან, განუმარტა რუსმა. შენ ამ ხალხს დამიხედე, მართლა ყუმბარა ხალხია. ამათთან არ დავიკარგებით. იდება შენდა თავისი ტერმომრავლებული სამშობლო მოაგონდა. ახლა აი ამას დამიჯერებენ გრემშია. ერთხელ კიდევ განცვიფრდა ჯაბა და სასასწაულო ხელი. გადაუთარგმნე იმ დიდს. კრემლში წაღებულს ვინ დაარქვა თქო, მეფე ზარბაზანი? თეოდორე იოანეს ზემ და გოდუნოვმა, თორემ მე სხვა მქონდა გუნებაში. თვალი აბანოსაკენ გადუკრა ანდრიამ. ზარბაზან ხალხი, ხალხის ზარბაზანი, ერთხმად წამოიძახეს ჯაბამ და ზაზამ. დიახ, ხალხის ზარბაზანი, უმალ დაუდასტურა მისმა შემოქმედმა და აბანოს მიაშურა. კახელებიც ფეხთაფეხ მიყვნენ და რუსულ ორთქლის აბანოში წარგეს თავები. აბანოს წირაში 10 კაცი დახვდათ. ტანზე იცვამდნენ. აბანოდანაც ჟრიამული და წყლის ჩხრიალი გამოდიოდა. ჯაბა მიაზრა, რომ დროის ზედაც ჭარბად იყო გასული. ზოსიმეს სიტყვა მოიგონა და ზაზა ელჩიონის სადგომში გაუშვა. ოსტატებმა კი აქვე გაიხადეს და აბანოში შევიდნენ. საკმაოდ მოზრდილი ხის შენობა იყო, კედელ ჩავლებულ ძელს სკამებით, საორთქლე ქანდარა ჭერამდე ადიოდა. დაორთქლილი შუშის უკან ანთებული სანთლისა და მცირე სარკმლის ნარევი შუქი იდგა. მობანავენი აქეთ-იქით მიმჯდარიყვნენ. მალე იმათაც დაამთავრეს ბანაობა და გაიკრიფნენ. ანდრიამ ღუმელის უბეში გახურებულ ქვებს ასხურა წყალი და ისეთი ბუღი დააყენა, რომ მხედველობიდანაც კი დაეკარგა ჯაბას. აბანოს ნათმენი რუსი ოსტატი სიამით გაეხვია ორთქლში. შემაღლებულ ქანდარაზე ავიდა, ზედ წამოწვა და გახურებულ სხეულზე ცოცხი დაიშინა. ჯაბა კი ვერ ეგუებოდა ეგრეთ წოდებულ რუსულ ბუხსა და ცოცხს. იქ ვეღართან მიჯდა, ყურიან გობურში წყალი ზომიერად გაანელა და თავპირი გაისაპნა. გრილი ჰაერის მონაბერზე და გობურების ხრიალზე მიხვდა, რომ აბანოში ახალი მობანავენი შემოვიდნენ. მაგრამ ჩვეულებრივი ყაყანის ხმა არ გაუგია, ამიტომ არც მიუქცევია ყურადღება. ვიღაცა მუცაბედად ხელიც კი გაჰკრა და ცხელი წყლის ზღარს თავისი გობური მიუდგა. ჯაბამ თვალგაუხელელად განზე გაიწია, მაგრამ აქაც მოედო ვიღაცის ორთქლიანსა თუ ოფლიანს სხეულს. ჩანს ძელსკამზე აქეთ-იქიდან უჯდნენ მობანავენი. ჯაბას ისედაც სული ეხუთებოდა ამ ორთქლში. დაუჩქარა, ცივწყალსა სწდა და თვალები ამოიბანა.
ორთქლის ბუღი შეთხელებულიყო, მაგრამ ანდრია ჯერაც არ ჩანდა. იქ ზევით ორთქლი ძველებურად ბამბის ნისლად იდგა. თავის ირგვლივ მობანავეებს თვალი რომ მოავლო, რაღაც ეუცხოვა. ჯერ ერთი და მეტად ტანპატარები ეჩვენა, თანაც ჩუმად, თითქოს მორიდებულად ბანაობდნენ. და რაც მთავარია, წვერები როგორღაც ზურგზე ჰქონდათ გადაყრილი. უფრო რომ დააკვირდა, ელდაეცა. კიდევ ისხურა თვალებში ცივი წყალი. არა, თვალი არ ატყუებს. მის ირგვლივ მობანავენი აშკარად ქალები იყვნენ და თავადაც მათ შორის დედიშობილად იდგა. აჰაი! უნებურად აღმოხდა დაბნეულ გრემმელ ბედოსანს და ხელოსანს. გარეთ გავარდნა და აპირა, მაგრამ დედაკაცების უმეტესობა სწორედ იქ იდგა. მათაც შეამჩნიეს პანჯგვლიანი მამაკაცის დაბნება და ჩაგუბებული ხით-ხითი შხეფის ხმასავით გაედო გობურების ხრიალს. ანდრია! ერთი შესძახა ჯაბამ და ორთქლის თაროს მიეტანა. ჰაუ! ზევიდან ხმა გასცა რულმორეულმა მეზარბაზნემ. ხელიც გამოუწოდა. სველ გალიპულ და გახურებულ თაროზე ასვლა გაუადვილა. სულთამხუთავი ოხშივარი მყარად შემოადგა ჯაბას და თვალის ჩინი დაუკარგა. გაოგნებული და აღშფოთებული ჯაბა ჯერ ჭერს მიეახლა თავით, მერმე მოსხლეტით მიუწვა ანდრიას და თვალებში ჩამოღწეული საპნის ქაფი ხელით მოიცილა. რა სკავს ესა? ქართულად ეკითხებოდა ხმა მოხუთული და თვალებ ამწვარი გრემელი. მოსკოველს კი ვერ გაეგო ჯაბას შეკრთობისა თუ შეშფოთების მიზეზი. საყვარელ ორთქლისაგან სამომოქანცულობას გრძნობდა, პირღიად ფრუტუნებდა და ცოცხს ფერდებზე ნება-ნება იცემდა. ისევ ხმა გაიკმინდა ჯაბამ. არავინ იყო მისი გამკითხავი. სული რომ მოითქვა და თვალების წვაც დაუამდა, ქვევით გადაიხედა. მადლობა ღმერთს, ორთქლის საფარს დაეხშო სამზერი, ხოლო საოცრად დაბრეცილი ლანდები ხან ჭლიკებს გამოაჩენდნენ ოხშივარიდან, ხან ბლიკვებს. ჯოჯოხეთში ჩავვარდნილ ვარ და ისა. და ვიხარშები კიდევაც. ეხლა აი ამასა დამიჯერებენ გრემში? მაგრამ აი კიდევ გამოიღო აბანოს კარი და შემკრთალი სხივის ფარკში ჯაბამ შეამჩნია ამ ჯოჯოხეთში შემოსულთა ახალი ჯგუფი. ამჯერად მამაკაცები იყვნენ. ხმა საუბარზე გაარკვია, გაახსენდა კიდევაც რომ ეუბნებოდნენ და არ კი სჯეროდა რუსეთში დედაკაცთ მამაკაცთა ერთად ბანაობა ჩვეულებრივი ამბავიაო. ახლა რაღაც ვიზა, უნდა მოვითმინო. თავს იგულიანებდა სიცხისგან შეხუთული ჯაბა, თავის თავთან გახუმრებაც კი სცადა. აი ამას ქვია, გაჭირვებამ რუსულ აბანოში შემაძვრინაო. სიგრილის ზებნაში კედელს მიაწვა, მაგრამ კედელიც ცხელი და გლისპი იყო, მეტად დასცხა. ოფლი ხორკლებად ეფრქვია მთელს სხეულზე, მაგრამ ითმენდა. ფეხი როგორღა ჩაუცდებოდა ქვევით. აი დედასა, ერთი ალაზნის წყალი, რა სალბუნი იქნებოდა. ხანდახან ჭერზე წვეთად ქცეული, გაცივებული ორთქლი ჩამოვარდებოდა და მის გახურებულ სხეულს ლურსმანივით დაერჭობოდა. ტკივილამდე დასულ სიამოვნებას გვრიდა. ხან სწყევლი და ორთქლსა და ოხშივარს, ხან კი პირიქით დამდუღრულად ნუგეშობდა. კიდევ კარგი რომ ორთქლი მფარავს, თორე გრემში აღარ გინდოდა თვალის გახელა. ითმენდა, თან ანდრიას აჩქარებდა. ზედაც ქვედა ქანდარა აჭრიალდა და ორთქლის ბურში ვიღაცის აჭრდილი გამო
თავდა. აი მე ახლა კი სადღა მიხვალ წამოიძახა ჯაბამ. ბედად შეამჩნია, რომ ამოსულს გრძელი ჭაღარა წვერულვაში ჰქონდა. თმაც გრძელი მოუჩანდა და გამხდარ ჩავარდნილ მკერდზე ჯვარიც ეკიდა. მადლობა ღმერთს. ბერი აშკარად, გაიფიქრა ჯაბამ. მერმე უფრო დაიბნა. ბერი? ამ ქალებთან? დაეჭვდა, მაგრამ მეორე და მესამე ამომძვრალ მობანავეს რომ შეხედა დარწმუნდა. მოსულნი ბერები იყვნენ. ანდრიამ, როგორც იქნა გული იჯერა, ორთქლ ცოცხით და ქვევით წყლის გადასავლებად წარჩოჩდა. შიშველ ბერებში ჩამჯდარი, სულ შეხუთული ჯაბა ოდნავ დაწყნარდა კიდევაც. ბოლოს და ბოლოს ამ ბერების ქანდარაზეც ხომ არ შემოეხეტებოდნენ ეს ჯირგადა დედაკაცები. ერთმა გარემოებამ ისევ დაეჭვა ჯაბა. აბანოში თავშეყრილ ქალებისთვის ჩვეულებრივი ყაყანი როდი ისმოდა ქვევიდან. რა ქნა ბერები და ქალები ხომ არ ავრიე? ხომ არ დამსიცხა კაცო ორთქლმა. მაგრამ აქაც მოტყუდა გრემელი ოსტატი. ანდრია როგორღაც თვალსა და ხელშუად დაკარგა. გაღებულ კარში გრილისიო შემოკრთა, ორთქლიც გაათხელა და გაამჭვირვა. ქვევით თმა გაშლილი, აშკარად დედაკაცები ბანაობდნენ, მათ შორის კი ბერებიც ერივნენ. ესენიც აშკარად ბერები იყვნენ, ხოლო ვინ ვის უზელდა ზურგსა და უთყაპუნებდა ცოცხს, ეს კი ვეღარ გაარჩია გაოგნებულმა ჯაბამ. და ხე ამ წვერ ძაღლებსა, ერთი წუთით თავის გვერდით ზოსიმე ბერდიდი წარმოიდგინა. აი რა დღეს დააყრიდა ამათა. თავადაც გაწყრა გრემელი დარბაისელი მოქალაქე. აი დედასა, უენობა რომ არ უშლიდეს ეთყობა საკადრის ამ კალთა დაკარგულებსა და ულვას შერცხვენილებსა. მაგრამ ახლა უენობამ უსიამობა უხმოდ უნდა აყლაპინოს. ამ დროს ვიღაც დედაკაცი მოადგა თაროს და ორთქლის ქანდარაზე მყოფთ რუსულად რაღაც დაუტატანა. ბერებმა ღლიავქვეშ ამოიჩარეს ცოცხლები და ქანდარიდან ფაცხა-ფუცხით ჩავიდნენ. ახლა დედაკაცები შემოესიმნენ ქანდარას. ეს კი მეტისმეტი იყო. მასხარადას თუ იგდებდნენ გრემელ ხელოსანს. სად მოხვალთ თუ იცით? წამოიჭრა ჯაბა. მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა გალიპულ ძელზე, ჩასხვდა და ქანდარის კიბეზე ზღართანი მოადინა. გობურებსაც ფეხი წაჰკრა. აბანოში ერთი ხრიალი შეიქმნა. მიჯრით მავალი ქალები დადრკნენ და გაშხვართულ ჯაბას თავს წაადგნენ. ახლა ისინი სულ ნათლივ ჩანდნენ გაწითლებულ გასაპნულები. ზოგს თმა წინ შუბლზე დაეკოსებინა, ზოგს კი სველნაწნავებად ჰქონდა ყელზე ჩამოყრილი. მაგრამ ყველას კი ჯვარი ეკიდა მკერდზე. ამ ძეწყვების ქვევით კი ინამუსა და თვალი აღარ ჩაუყოლებია ჯაბას. დედაკაცებს შორის ღრმა მოხუცებიც იყვნენ. ეს კარგად შეამჩნია წაქცეულმა, მით უფრო, რომ აბანოს კარიც ღია იყო და იქიდან სხივი და გრილი შემოდიოდა. თითქოს შიშველიც იქიდან მოუვიდა, ვიღაცის ბრაზმორეული ბოხი დაგუგუნდა აბანოში, ყველანი აირივნენ, უტიეს ჯაბას, ცქერასაც და ბანაობასაც. ჯაბამაც იდროვა, უხერხულად წამოდგა, წინ გობური იფარა და ისევ თავის ძველ საფარს ზედა ქანდარაც შეეხიზნა. აქედან კი სულ უფრო მკაფიოდ ჩანდა და შენიშნა ღია კარში ტანჩაცმული ბერი იდგა და მობანავედ შოლტით გარეთ ერეკებოდა. ტკაცუნზე და შეკივლებაზე ნაამები გრემელი მიხვდა, რომ შოლტი დედაკაცებსაც ეწვნიათ უწვნევ ადგილზე. ბოლოს ყველა რომ გაეგრიფა, ჯაბამაც შვებით ამოისუნთქა და ის იყო ჩამოსვლას აპირებდა, რომ შოლტიანი ბერი ახლა ჯაბას მოეტანა და ქვევიდანვე უსუსხა შოლტი.
ჯაბა დაჭრილი ვეფხვით წამოვარდა ბერს ხელში მოდებული გობურის ტყორცნა, წელში უწვდინა, ახლა თავადაც გადმოხდა და ვინ იცის რით დამთავრდებოდა ბერისათვის ეგრეთ წოდებული შოლტის სუსხი, რომ ტანჩაცმულ ანდრია ჩოხოვს არ შემოესწრო წელათრეული ბერი გარეთ არ გაეყვანა და თავად კარში არ ჩამდგარიყო. ანდრია იგუდებოდა თავშეკავებული სიცილით, ჯაბა კი გულზე სკდებოდა სიბრაზი და სხვა რო ვერაფერი იყონა დაორთქლილ სხეულზე ცივი წყალი გადივლო. გობური ქანდარაზე სტყორცნა და რიყეზე გავარდნილ თევზივით აკოშინდა. ხოლო ცოტა ხნის შემდგომ ტანთრომ ჩაიცვა და დიდ დერეფანში გავიდა, საოცარ სურათს წააწყდა. ხატების კუთხეში ბერები და ქალმონაზვნები ურთიერთგათიშულად იდგნენ და მხურვალედ ლოცულობდნენ. იქვე იდგა მათი გამშოლტავი მოძღვარიც. ღმერთო ნუ გადამრევ. ბერმონაზვნები არ ყოფილა ან ერთიანად, ქალკაციანად. და ჯაბა ანდრიასთან დაუმშვიდობებლად გაიქცა საერთოაბანოდან. თავისი აღშფოთება ზოსიმე ბერს შესჩივლა ჯაბამ, სხვა კი არავის გაუმხილა. ჯაბავ ჩემო, 1551 წლის რუსული საეკლესიო კრების დადგენილებათა, ასე ვთქვათ, ასთავში საგანგებო დაკრძალულია ბერმონაზონ მამათა და დედათა ერთად გამბანვა. მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია. მას აქეთ 35 წელიწადია. ოღონდ ჯერაც ვერ მოუშლიათ ძველი ჩვევა. ამიტომაც გამოუყრია ისინი მოძღვარს. განაჩვენში კი ცოტა ასეთი ჩვეულება, რომელიც რუსს გააოცებს? დაწყნარდი და დაივიწყე ეს შემთხვევა, არიგებდა ჯაბას ზოსიმე. თავისათვის კი ვერც ივიწყებდა და სხვა შემჩნეულ საოცრებად ამასაც უმატებდა. ბოიართა და დიდვაჭართა ქალები ფატას ატარებენ მაჰმადიანთა გვარად, არსად იშორებენ პირსაბურავს, გარდა საყდრისა, სახეს არავის უჩვენებენ. აბანოში კი ერთად ბანაობს ხალხი, ქალკაცი, დიდ პატარა, ბერმონაზონებიც კი. სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა. ურთიერთგათიშული. და მაინც ლიერებით ახსავსე, საერთოდ ასე ვთქვათ, ოცნებათა და საოცრებათა სავანე. ჩვენთვის კი იმედის ცირი. მოლაპარაკება კი კეთილად გვირგვინდებოდა. რუსეთიდან არავითარი ჩამიჩუმი არ ისმოდა. ზოსიმეს ელჩობა თითქოს ჩაყლაპა ჩრდილოეთმა. დრო კი ვიდოდა. დაიზამთრა და გაიგაზაფხულა კახეთმა. ზაფხულიც ჩამოდგა. უკვე ერთ წელსაც გადასცდა. ყველა უშორესად დათქმული ყავლიც კი გადაცილებული აღმოჩნდა. თურქთა და ირანელთა უფრო გვიან წარსული ელჩები რაღა თქმა უნდა კარგახანია ჩაღწეული იქნებიან თავთავიან სადახტოებში. ალბათ ისევ გრემისაკენ დაიძრნენ ახალი მუქარებითა და მოთხოვნებით. ჩრდილოეთიდან კი ზდუმს ცაში ზვიადად შემდგარი კავკასიონი და იმისი ქითა ქვეყანა ჯერ ისევ, ასე ვთქვათ, კრაზანების ბუდეთ ევლინება კახეთს და არა, ასე ვთქვათ, იმედის ცირად. ნუ თუ მოსკოვი გაცილებით შორსა სტამბოლსა და ისპაჰან თეირანზე, ჩათხრობით ფიქრობდა კახთბატონი. და ეს ფიქრი სხვადასხვაფერად წუდებოდა საფეთქლებზე. კეფაზე თუ შუბლზე. ზოგან თეთრ აბრეშუმად მოდგებოდა,
ზოგან ნალისოდენა მელოდად, ზოგან ახალნაოჭებად და ფითრად. ჩრდილოეთის რაიმე ნათელის იმედით ჩახლართული კვანძები ახლა ხაფანგების სახეს იღებდნენ და მის გამკვანძავს ყველაზე უფრო ემუქრებოდნენ. და ისევ არსაით ჩანდა ნათელი. მაინც ამ ბოლო დროს კახტბატონს შიგნიდაც აეფუნგა საქმე. გარელეკიანობას ვინჩივის შიდა გლეხთა შორის შეიქმნა შფოთი. ჯორჯაძიანთა და ენდრონიკანთ ძნები გადასწვეს. მაყაშვილებს საქონელი დაუჩეხეს. აბელიშვილებს ზვარი გაუკაფეს. შირახში ჩასულ თუშებს ცხვარი დაასტაცეს და მეფის მწყემსებს მიუგდეს. ჯანდიერ მოურავები თავქუდ მოგლეჯილნი დაბორიალებდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ გაარკვიეს. დიდთავადები კი ერთხმად სამართალსა და ანაზღაურებას მოითხოვდნენ. ან ხელ თავისუფლებას შინა ლეკიანობის წინააღმდეგ. ალექსანდრემ კარგად იცოდა, რას ნიშნავდა ეს ხელ თავისუფლება. და თავად არკვევდა საქმეს. ერიქნა და ვერ მიაგნო, ვისი ხელი ურევდა, ყველაზე უფრო მაინც თუშების ცხვარის მოტაცებამ გააკვირვა. ვიღაც ბარის გარდა ქართულ მთის გადაკიდებასაც მიპირებს. არ გამოუვა ეს, არ გამოუვა. ვინც არ უნდა იყოს მივაგნებდა. მრავალ მსტოვრებსა და მაცნეებს გზავნიდა ამ შინა ლეკიანობის გასარკვევად და აღმოსაფხრელად. ერთ დღეს კი ორი საჭოჭმანო საქმე დაემთხვა ურთიერთს. ჯერ ერთი და ქეთში ისევ მოკლეს ახლად გამწესებული მოურავი და მეორეც სრულიად მოულოდნელად ნუგზარ არაგველი ეწვია კახტბატონს. ქეთში ჯანდიერი აფრინა ალექსანდრემ. სასტიკი უბრძანა, სოფლის თავკაცების შეპყრობა და გრემში მოგვრა. თავად კი ნუგზარ არაგველი იწვია. ისევ ბაღში მიიღო. სრემლის ავაზნის ტალავარში ორთა სუფრა გააშლებინა. ქვის ირმის თვალთაგან ძველებურად დიოდა სრემლის წყარო. ავაზანში კალმახები ცურავდნენ. თალარზე შემსხვილებული ისრიმი ეკიდა. ყველაფერი ისევე იყო. ოღონ მათთან არ იყო ზოსიმე ბერი. და არც იცოდა ალექსანდრემ მობრუნდებოდა კი ამისი სიყრმის მასწავლებელი. მოწვიფილობის მოძღვარი და თანამდგომი მომავლის იმედის შოროული მეძიებელი. ნუგზარ ჩემო, ამ ადგილზე 9 წელია აღარ შევყრილვართ. ირმის თვალთაგან რამდენმა სრემლმა ჩაიარა? ნუგზარმა ზურგს უკან თითებზე ჩამოთვალა წლები. მაშინ ქრისტეით 1578 წელი იყო. ახლა 1587 წელია. ჭეშმარიტი ბრძანებაა, კახტბატონო. 9 წელია ქართლში რომ ვაპირებდით ლაშქრობასა. და მაშინ ზოსიმე ბერდიდიც აქ გახდათ. აღარ ჩამოდგა ბორბალოს ქვაბიდან. სულ აგვაღო ხელი? სხვათა შორის იკითხა ნუგზარმა. აბა, ხომ? ბერობისა და ღვთის საქმეს აგრერიგად ვერ გაითვალისწინებს კაცი. თუნდაც მეფე და თუნდაც ერისთავი. კახტბატონმა განძე ჩაუტარა საუბარი და სხვაზე გადაუწია სიტყვა. მაგრამ ნუგზარი ისე იყო გართული თავისი ზრახვებით, რომ გულის მიღმა დარჩა ეს ასე ვთქვათ განური. ორივემ შორი და ზოგადი ამბები წამოიწყეს.
ბევრი ჭამეს, უფრო მეტი სვეს. ბოლოს ნუგზარმა საუბარში სხვა კილო გაატარა. ყმები შფოთს მიწყობენ მთისა და ხევის თავის ნება თემების წახედულობით. საბატონოსა და საპატრონოს მიჭერენ, სოგლიც თაში გამირბიან. კახეთშიაც ვატყობ ამის ნიშნებს, დაუდასტურა ალექსანდრემ. მან უკვე ინიშნა და უმცდარად იცოდა, რაც სწადდა ნუგზარს. ეს არაგველის მუდმივი, გულმიბორკილი მიზანი იყო. მთისა და ხევის მფლობელობა. ამას ვესთხოვდა წინათაც. აქვე. ამას ვესთხოვდა თელავში შარშანცი. და არც გასაკვირია, ახლაც რომ იგივე ითხოვოს, მაგრამ რატომ მაინდა-მაინც ახლა? კახთბატონმა ფერდარბაისლურ ქულაჯის კალთაზე შემოდოინჯებულ ნუგზარის დიდ ხელს შეხედა. ეს ხომ არ არის ხელი ამრევი, შინალეკიანობის თესი. მეც გამითამამდნენ გლეხები. ალბათ გაიგებდი, ქიზიყში ამბოხი მომიწყვეს. შორს ნაზომად იცრუა ალექსანდრემ. ბოდვის ხევში ეკლესია გამიტეხეს, დიდ თავადებიც დამიზარალეს. ნუგზარმა გაკვირვება გამოთქვა. ეს შემთხვევები არ გამიგია. ნუ თუ? მაშ მარტო ჩემთან არ ჩამოგესლი ლამთი და ნურჩობა. კახთბატონმა კარგად შეაფასა ნუგზარის ეს, ასე ვთქვათ, შემთხვევები. მაშ სხვა შემთხვევები კარგად მოეხსენება არაგვის ბატონს, გაიფიქრა მან და უფრო გაუფინა ბადე. თიანელნი გამიურჩნენ ყველაზე უფრო. არაგვიდან ხომ არ გადმოედოთ? მოურავები მომიკლეს. ასე გასინჯე, არაგვზე ალბათ გამოვიდოდა ეს ხმაც. ნუგზარი ოდნავ შეყოყმანდა. ეს ეჭვიც იყო და თითქოს არც იყო ეჭვი. მოურავის სიკვდილის შესახებ მსმენია, მაგრამ მოურავებისა, ისიც თიანეთის, არაფერი არ ვიცი. ალექსანდრეს მეტი აღარც სჭიროდა ძიება. არაგვიდან დაშორებულ ქედში წუხელ მოკლულ მოურავის ამბავი ჯერ კახეთშიაც არ იცოდა არავინ, ხოლო არ აქვს მისი ცოდნა გარკვეულ შუქს აფენდა ამ მკვლელობას. ერთად ვიღონოთ რამე, ბატონო, ურჩების წინააღმდეგ. ამად მოვსულ ვარ. უფრო ბეჯითად განაგრძო ნუგზარმა. 9 წლის წინათ მუხრანზე დამპირდი საარაგოს საზღვრის დებას. არ გაგვიმართლა. სხვა მდგომარეობა შეიქმნა და რა მithქვამს რა? ახლა მუხრანის საზღვრებს ადვილად მივიღებდი სხვისი ხელიდან. მაგრამ არა მსურს რა თქვენი ხელის გარეშე და მით უფრო თქვენი მომავალი მოყვარე მძახლის შევიწროებას ვით ვიკადრებდი? დიჯად დალაგებით შლიდა ბას ნუგზარი. ყველაფერი მოფიქრებული, წინასწარ ნავარაუდები აქვს, შეატყო კახთბატონმა. მუხრანის ადვილად მიღებაც ქართლის მეფისკენ გადადგომის ფარული მუქარაა. ჩემი მომავალი დამძახლება აშოთან მუხრან ბატონთან უკვე სცოდნია. ახლა ხევს მომთხოვს დასალაშქრად.
საბატონებლად. ჩემი თანხმობა უნდა, თორემ ლაშქარი უკვე მზად ყავს. გაბრუნდება და უმალ მუზარაც დაიხურავს. უსმენდა ნუგზარის მარაგიან ბას და ნაჭუჭს აცლიდა. გულს უშიშვლებდა ნუგზარაული კაკლის გორებას. მაგრამ ალექსანდრეს ხევი და მთა თავისუფალი ერჩია და სჭიროდა ერთ-ერთი თავად ნუგზარის საწინააღმდეგოდ. ისედაც გოროზობდა არაგველი, ხოლო თისბატონი ეგრეთ წოდებული ხომსულ არ მოუდრეკდა თავსა და ქედს ალაზნის ბატონს. გარდა ამისა, ახლა იქნებ ღმერთმა ინებოს და ჩრდილოელჩები მობრუნდნენ რუსეთიდან. და ვიდრე საშამხლო ურყევად დგას, ერთადერთ გზად დარიალის კარი იყო წარმოსადგენი. ნუგზარი კი განაგრძობდა. შარშანწი მთელავს თიანეთი და ერისთავობა შემომთავაზ ემწყალობელო ბატონო, მაგრამ შინაწესების ხვაობამ ხელი შეგიშალა. ახლა ირკვევა მოურავობას ვერ შეძლებია გლეხთა ურჩობის მოტეხა. ნიშნა თანხმობისა თავი დახარა კახტბატონმა. გასაგებია. აი სად გამოჩნდა შიგამრევი ხელი. დამოკლება უნდა ამ ხელს, დამოკლება. ალექსანდრეს სწრაფი მოსაზრება აქ კი გამოადგა. მაშ ხევია შფოთისა და ურჩობის ბუდე? დიახ, კახტბატონო, ეგრე გახლავთ. უნდა დაილაშქროს, მაგრამ მე არ ამცალია. თიანეთს მომიხდება წასვლა და პირდაპირ შეხედა ნუგზარს. ამ თქვენ სამსახურს მე ვითავებ, ჩემზე იყოს. ურჩებს თავს მოვადრეკინებ თქვენ წინაშე, ხევ არაგვის გზასაც დავიკავებ. თქვენ სამსახურში მუდამ მიგულეთ. სიამე ვეღარ დაფარა ნუგზარმა და ულვაშებზე ფართოდ გადაისვა. ამრევი ხელი, გაიფიქრა ალექსანდრემ. ადრე ისვამ. იქნება საწიწკნი გაგიხადო. მას უკვე ყველაფერი მოფიქრებული ქონდა, მაგრამ ყოყმანი მაინც დაიმჩნია. ნადირობას ვაპირებ, ამ კვირია. ვინადიროთ, მოვისაუბროთ და ვთათბირდეთ. თქვენი ვაჟი ბაადურიც ვიწვიოთ. დიდად გმადლობთ, მეფეო ბატონო, სიტყვის სარჩულიც თავისებურად გაუგო ნუგზარმა. ვაჟს გაახლებთ, მე კი? მოგეხსენებათ მთის გზა სამზადისი. ბოლომდე უთქვამ-ნათქვამი შეთანხმება მიღწეულ იქნა, მაგრამ ალექსანდრეს ახლა მთის ლაშქრობის დროის გაგება სურდა. როდის ვაწვევთ ბაადურს? ჩემს ერეკლეს გაეხარდება. ხვალვე ბატონო. მაშ შენ თავს ნუ მომაკლებ ვაჟის მოსვლამდე. ნუგზარმა თავაზიანად ხელმკლავი გააშალა და თანხმობის ნიშნად თავდაუხრელად გადრიგა კისერი. ასეც სალამს, ხოლოდ იგი უბედავდა კახტბატონს. ნუგზარი მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო თავისი ფანდების ძალაში, მაინც მეტ წინააღმდეგობას მოელოდა კახტბატონისგან. გლეხთა ურჩობის მეტისმეტად შეშინებია, ხოლო ჩრდილოეთიდან კი მართლაც უბრალო ვაჭრობის ანგარიშები ქონია, თორემ ასე ადვილად არ დამყვებოდა ამ გზის მყრობაზე, გაიფიქრა მან. მართალია მის ვაჟს ბაადურს, ასე ვთქვათ, იმძევლებდა კახტბატონი, მაგრამ ეს მძევლობა ხევში ნადავლის წილში დგომად ესახებოდა ნუგზარს. მესტუმრეებმა
ნუგზარი რომ მოსადგომში მოასვენეს, ალექსანდრე მაშინვე თავის საწოლიდან საიდუმლო სავალით დილეგს გავიდა. ქედიდან მობრუნებული დავით ჯანდიერი უკვე იქ დახვდა. რა გაარკვიე? ვერაფერი ბატონო, მოკლული ხანჯლითა ზურგში, შიქვე ჩარჩენია მტარვალს, სოფელი უარზია. გემოიყვანე. ოქრო პაპა, ხოსიტა, შილდაური, ხაპრო ყანდარელი, კაკამეველე და მაჩუჩა, ხოხსალამურად წოდები. ხანჯალი მაჩვენე? დავითმა თახჩის ჯეჯიმი გადასწია, სოფლის თოფი და სატევარი მაგიდაზე დასდო. მეფემ სატევარი ყურადღებით გასინჯა. დიდ სამღარიან სატევარს შემხმარი სისხლი ახლაც ემჩნეოდა ღარებში. კახურნა ჭედობას არ აკავს, დაასკვნა მეფემ და დავითს შეხედა. არა, ბატონო, არ აკავს. სად არიან? მომგვარე? აქეთ-იქით შეაბრუნა სატევარი, თავჩახრილად ჩაზომა და ჩაფიქრდა. ხევსურულსა ან არაგულსა ჰგავს. გული არ მატყუებს, მუგზარის ხელობაა. თავი რომ ასწია, მის წინ ხელშებორკილი და თავში შველა ქედელები იდგნენ. ხევსური არის ვინმე თქვენ სოფელში ან მეზობლად? ყრუთ კითხა კახტბატონმა. არა, ბატონო, ჩვენ სოფელში არა. აი ალაზნის გაღმა ვარდის უბანში კი გახლავთ. ბახუტა ჭინჭარაული. აი, სწორედ იგი, თქვენ რომ მაშინ იახლეთ ფუძის ანგელოზობაში. ოქრო პაპამ სიტყვა გასწყვიტა, თავიც დახარა. მაშინაც მოურავის საქმეზე, ფიქრიანად ჩაუდასტურა ალექსანდრემ და ახლა ჯანდიერს მიუბრუნდა. გაგზავნეთ, ჩამოაყვანინეთ. ნუ ინებებთ, ბატონო, ამ საქმეში არც ჩვენ გვიდევს ბრალი. ის კი სულ ბაიბურ არაფერშია. მაგრამ ალექსანდრემ ყური არ ათხოვა ოქრო პაპას ნათქვამს. უცხო, საეჭვო ხომ არავინ გინახავთ თქვენ სოფელთან? კვლავ შეეკითხა და ქედელებს შეაჩერდა. არა. არ იყვნენ დამნაშავენი, ამას აშკარად გრძნობდა ალექსანდრე. მაგრამ ახლა ეს არც აწუხებდა კახტბატონს. სხვაგან იყო მისი ფიქრი და აზრი. არავინ გვინახავს, მე ფევბატონო. ცოდვას ვერ დავიდევთ. არა გველნიგანა არ გინახავთ ახლომახლოში? ისე ჩაეძია, თითქოს მას თავად ყავდა ნანახი არაგველი ქედის ახლობლად. ყველანი სტუმდნენ. კაკა მეველემ ჩაახველა. თუ ნებას მომცემთ, ბატონო, და აი ზემო არაგველი, არადა ერთი ჟინვალელი კი ვნახე, 3 დღის წინა. ალაზნის პირას ცხენი ეყიდნა კახეთშია. არის საბუთი, ენიშნა მეფეს. არაგველი და ჟინვალი რამ გაარიგა, მერმე? ოდე მეტი არაფერი, ჩვენო ბატონო მბრძანებელო. ოქრო პაპა კი ამბობს, არ არის საბუთიო. აგრე მოხუცო? აგრე გახლავთ მეფეო ბატონო, არ არის საბუთი. არ ჩვენ ვარ დამნაშავენი, მაგრამ იმ ჟინვალელზეც ვერაფერს ვიტყვით. ეს როგორ არის, პაპაო? შენი საბუთი საბუთია, ჩემი საბუთი კი არ არის საბუთი? მე და შენ ძველი ანგარიშები გვაქვს.
განახბოს ტყავი და გავიწყდა და დავით უბრძანა ბორკილები გაეცალა გლეხთათვის. კაკამეველე ახლავე გაუშვი სოფელში. სხვები კი აქ დარჩნენ. საქმე მაქვს მათთან. მეფე წამოდგა და ისევ ქედელებს მოუბრუნდა. მეორე მოურავის სიკვდილში თქვენ არ გიდევთ ბრალი. აი პირველი კი თქვენ სინდისე იყოს. ქედელები დააბნია ასე უეცრად შებრუნებულმა საქმემ. მეფე უკვე კარის რაფაში იყო, ოქრო პაპა გონზე რომ მოვიდა. სოფლის თოფი ბატონო? სოფლის თოფს მეველეს გაატან. დავითს მოუბრუნდა ალექსანდრე, მაგრამ ჩაფიქრდა და თავი შეიკავა, თუმცა არა, თოფი აქ დარჩეს, ოქრო პაპასთან. ბახუტა რომ მოიყვანონ. იგი და ოქრო პაპა ერთად დამახვედრი აქ. კახთ ბატონს ყური აღარ უგდია გლეხების დალოცვა მადლობისთვის. იმავგზით გაბრუნდა და ცოტა ხნის შემდგომ თავისი სახლის სამორინო დარბაზში ნუგზარ არაგველს დინჯად ეთამაშებოდა ჭადრაკს. ერთი ხელი წააგო, მეორე მოიგო. და როდესაც დარბაზის კარში დავით ჯანდიერი დაინახა, დრო იკითხა და სტუმარს ძილი ნებისა უსურვა. იმ ღამეს ერთხელ კიდევ აიარა საიდუმლო სავალი მეფემ. დილეგის ცალკე საკანში ჯანდიერმა ოქრო პაპა და ახლად მოყვანილი ბახუტა ჭინჭარაული დაახვედრა. მკვლელი ნუგზარ არაგველის მოგზავნილია. ვერა გულიზრახვები აქვს, ჩემი და თქვენი გადაკიდება სურს. გულში კი უფრო დიდი ვერაგობაც უზრახავს. თისა და ხევის დაპყრობას აპირებს. ხევს უნდა დაეცეს ამ კვირას. ნუ შეჭამთ მის ჯავრსა. აი ჩემი ბრძანებაცა, ოქრო პაპავ, ბახუტავ, ქედელები აქ ვინც არიან, წაიყვანეთ. თოფის წამალსა და ტყვიას სხვა იარაღსაც გაგატანთ. შიოლა ხევისბერს ჩაუტანთ სტეფანწმინდაში. ამბავიც აცნობეთ ჩემგან, მაგრამ საიდუმლო ამ კედლებივით უნდა შეინახოთ თქვენსა და იმათაც. თითი ასწი ალექსანდრემ. აქ სხვა თამაშია. რაღაც ახლო დღეობას უფარდებს ალბათ ნუგზარი თორემ, აგრელი გატარა ჩქარდებოდა. თქვენ უნდა დაასწროთ, გააფრთხილოთ, ბრძოლაშიაც ჩაეშველებით, კახელობასაც არ შეარცხვენთ ბეხრეკებო. თქვენი ქედმართლობისა და გაქირის ამბავი კარგად ვიცი, ხმა ჩაურბილა ალექსანდრემ. თავადაც ჩაიხარა და ისიც საოცრად დაემსგავსა ამ ბეხრეკებს. ბერიკაცები სტუმდნენ, დინჯად უსმენდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე დადუმდა, მათ იცოდნენ, რომ ბრძანება ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა კახთ ბატონს. პანკის ბორბალოზე გახვალთ. გზა ოქრო პაპა მიცის. მახსოვს ზოსიმეს სახლდა. ალექსანდრე კვლავ შეფიქრიანდა. თითქოს რაღაც მოაგონდა, მერმე წარბქვეშ გახედა ოქრო პაპას. ზოსიმე ბერი არ შეაწუხოთ. ქვაფში არ ახვიდეთ. ამის დრო არ არის. მისწრებაზეა საქმე. ხევსურეთის გზა შატილზეა და არ ხოტიონზე. ბახუტას ეწოდინება. აგრე ბატონო, ვიცი მაშა, შველასაც მისცემენ ხევსურნი. ხევში სამებობა ამ კვირია. ბეთლემს სამებობა. და ხვალდილა უკვე გზაში უნდა გაგითენდეთ. დაასკვნა ალექსანდრემ და ადგა. სიგელს არ ავწერთ. თოფის წამალს რომ ჩაუტანთ, დაგიჯერებენ. ამასაც გადასცემ ნიშნად. და ოქრო პაპას სატევრის ხერხისპირიანი შვილაკი გადასცა. სოფელში შესთვლით, მკვლელის საძებნელად პანკის წავედით თქო. აბა, გონებ ყველაფერი ითქვა. გასაგებია? გასაგებია ბატონო, მოკლედ უპასუხა ოქრო პაპა. და ერთიც კიდევ.
ალექსანდრემ ღრმა და მოისუნთქა და სარკმელში გაიხედა. ჩრდილო მხრიდან თუ ვინმე მოვიდა ჩემი სტუმარი, ერი თუ ბერი, რუსი თუ ქართველი. და ნუგზარმა არ გამოატარა არაგვზე. ერთი ამბის მომტანი თქვენ გადმოიყვანეთ. თქვენი გზით. დანარჩენები კი მან ხევშივე დადგნენ. ჩემს პასუხს დაელოდონ. შიოლასაც ასრე გადასცემთ. თქვენი გამობრუნების ჟამს ეთქვით მხოლოდ. ოქროპაპამ ბოლომდე ვერ გამოწვლილა მეფის ნათქვამი, გაურკვევლობას კი ვერ ითმენდა მისი მცდელი მიხვედრილი ჭკუა. ასე ვთქვათ,ერსა თუ ბერს, რუსსა თუ ქართველს კი ყველაფერი უთხრა? მოიარებით შეეკითხა. ყველაფერი, ოღონდაც, დანარჩენებმა კი არავინ არაფერი არ უნდა იცოდეს. აი, ჯანდიერის სამყოფელში ვართ. გამთქმელს ენისა და თავის დაკლება ერთი მეორის სიტყვას შეავსეს ოქროპაპამ და ბახუდამ. დასტურ, სოფლის თოფი კი თან წაიღე. ახლა იგი ალაზნის თოფია მოხუცო. თოფი თავად გადასცა ოქროპაპას და ახლა დავითს მიუბრუნდა. დანარჩენი შენზეა. უხვად ყველაფერი, ტყვია, დენთი, სხვა რა მჭრელ ბასრი, ცხენხურჯინები, რაც ითქვა. ერთი სიტყვით ძღვენი ჩინებული. მოხუცების, ქედელ ვარდისუბნელების ელჩობა არ შევირცხვინო. თუ ხატობაა, როგორც შეფერის, ისე უმასპინძლონ ხალხსაც და ნუგზარუტი ფარსაც. მეგობრებს მეგობრულად, ვერაქს კი ვერაგულად.